მოგესალმებით, მე ოთო ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური გადაცემაა, სადაც საერთოდ არაა საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია თავი ასე მოაჩვენო. დღეს სუპერფინალია, მეგობრებო, ანუ ეს რას ნიშნავს? წინა 6 მაგიდის გამარჯვებულები დღეს იბრძოლებენ 2000 ლარისთვის. 6-ვე. სწორია. აქაც შემოწყვეტინა, ლახომ 6-ვე. ჩემი ავარია პროტოტონაში გაწყვეტინოს. კი ბატონო. ეგეც არის. სწორია. ვინა? პროსტატა. ძმაკაცია ჩვენი. გაიცნო პალმა. აი, 5 წელში გაიცნო. მე არ მგონი. დაწყებულია უკვე რაღაც მოვარაგო. ჩემი გრუპიანია დაგერიგებთ პარათებს. ყველა გვახსოვს ალბათ წესები. კი ბატონო. მე იქამდე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ჩვენს მოთამაშეებს, ჩვენ სუპერფინალის მოთამაშეებს. გიორგი გაბუნია, ტელეწამყვანი, პროდიუსერი. ძალიან სტარი ვარო. აბა რა. ეს მოდი მე და ბავშვობიდან ვიცით, ეს და მეგობრობ თორე. ჩემთვის ის ახლა ისე გიორგი, ჩემი თანამებრძოლი. ჩემი გიო. იან მაიკი, მიშკამ გალობიშვილი. ეს გამოტოვე? ეგ ეს. საუბრობენ და მაცარე. კვაცარი არ ვიცი. ვახო ბოლოთაშვილი, სცენარისტი, კონტენტ კრეატორი, ასევე ისტორიკოსი, კი ბატონო. ლიზა დარასელია, მომღერალი. მე ენერგეტიკი რატო გამომიტოვე ეს თუ ისტორიკოსი თქვი? ენერგეტიკოსი. ახ ისტორიკოსი ჯობია, მაგრამ რა კიდე თური შემიძლია დავამთავრე. შეიძლება მიკარგავ მაგას, რა? კი ბატონო, იყო. რამდენ სტაჟიანი ხარ? ასე ამბობს. კომპანიები. შო, კი ბატონო. ჩაჭრა მოჭრა და ყველაფერი საუკეთესო. ამას ამოვჭრით და ჩავსვამთ იქ, რომ ანუ მიებას რა. კი ბატონო. ნიკა გორდულაძე, სცენარისტი, პროდიუსერი. პროდიუსერი გახდი შეჩერჩარ. ენაცვალე. ლიზა გამოაცხადე? ეგ. ლიზა მომღერალიო. რა, მარტო მომღერალი ვარ რა გავიგე. ამას შეხედე რა. რა ხარ კიდე? ფსიქოლოგი მოცეკვავე რა, აბა. ფსიქოლოგი მოცეკვავე რა, მაგარი კომბინაცია. მომღერალი ფსიქოლოგი არა. და, არა, პრობლემა ბავშვობაშია. და მამა შენი რას მიდრობს ამ ყველაფერს? დენის მიმართ რას? ის ოიდიპოსია. კარგი ეთერია. რაჟი ფეხბურთს მაგარ თამაშობ და კალათბურთსაც. და ვიტალი დარასელია შურიც ვარ რა. კი ბატონო. ეგ არის საკმარისია. კი, всё. ეგ ყოველგვარი ცის გარეშე არის, აი. და ჩვენი მე-6 სუპერფინალისტი ცოტნე გოჩოლიშვილი სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ მოვიდა და შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას სუპერფინალში. მაგრამ გავუგზავნით თუ მოიგებს? ნახოთ. მე თუ მოვიგი მე ჩემი ძმაკაცია და ნახევარ გავუყო პრობლემა. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის, მაყურებლის გარდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრი სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითოეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. სანამ დავიწყებ თამაშს, მე მაინტერესებს რაში დახარჯავთ 2000 ლარს, თუ მოიგეთ. გიორგი. აქვე ვიკისრებ რა. მართლა კი არა, კაც ახალი წელი მოდის და რა ქვეყნის ის ახარჯია და რაღაც. არ ვიცი, ძალიან სერიოზულად ვიტყვი, მაგრამ უკვე შვილი მყავს და ცოლი და ხარჯებია. შვილს დაახარჯებ, ცოლს დაახარჯებ, აბა რა. კი ხო, ბატონო. მაგრამ ისა რა. ვახო, შენ რაში დახარჯებ? მე რაღაც პატარა გეგმები მაქვს, რომელსაც ვერ ვიტყვი. საინტერესოა. მაინც რომ მიგვანიშნო? მე რეგეწყვი ჩასაჯის. ლიზა? არ ვიცი, მე ახალი გათხოვილი ვარ და რამეს მომიფიქრებ ალბათ. გილოცავ, არ ვიცოდი. და კარგია. ერთად გილოცავ. ხო და რამეს ალბათ სახლის რაღაცას ვიყიდი რა, მე სულ რამეს წესასრული და რამე ისე. ეგენი უკვე ნაყიდი მაქვს. მართლა განიშნა. ეგ უკვე დედამთილმა მიყიდა. სახლით ვიყიდი რაღაცა, ზედას. აი არა, პატა, დედა ჩემს დაბადების დღე ახალ წელს და დედა ჩემს ვიყიდი რამეს. ეჰე. შვენიერ, ნიკა. მოულოდნელი შეკითხვა არ მიფიქრია. კეთილი, შეგვიძლია შეიძლება ეს ერთი სპიჩი თქვა?
მნიშვნელობა არა აქვს იმ მოიგებს თავარია რომ მაყურებელმა ისიამოს. ამას ვიტყოდით, უიჭრება, ახლა თავარია მე მოვიდა. იმედო დავიწყოთ მაშინ. დავარიგებ კარტა. კი, დავარიგე. და შეგვიძლია გვახსოვს წესები დიდი ალბათობით. ამ რაუნდის მინიმუმი ფსონია 100 ბეტონი. ხო, ახალი წელი მოდის. წერილი გედია. ბატონო, შემდეგ. ჯერა თუ არა სანტა კლაუსის სამშობლიური მხარე რომ არის ლაპლანდია. ვისე გითხები? ყველას. არა. არა, მე კი. მე ვიცი საიდანაც ასანდა საიდან არის? ხო. გერმანია. გერმანია. კერძოდ ნიუნბერგთან როცა მოხდა 15 წუთში სავალზე არის პატარა სოფელი ჰაუშფლინცკენგელი. მე ვიცი საიდან გერმანიიდან მოდის წმინდა ნიკოლასის ლეგენდა. ხო, სენტ ნიკოლას ნიდერლანდებიდან მოდის. ნიდერლანდებიდან? კი. დაგუგლე მე. მე ჯერა რატო, ანუ განამართლარს შეიძლება მაგარია რა. ანუ ისედაც ესეთ უცნაური ამბავში რომ ეგეთი რაღაც სასწაულები შეიძლება არსებობდეს, ალბათ არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაგალითად ახალი წელს ძალიან ვემზადები და მისწორდება მაგრად რა. შესაძლოა რო გითხრათ, რომ ისე არ არსებობს, გავიგეთ. დანარჩენებსაც ალბათ. კი. კეთილი, მაშინ დავიწყოთ პირველი კითხვა. დიდი წლისაა სანტა კლაუსი. რამდენ ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს ლაპლანდია? იან შენ დაწერე უკვე? ანუ იცი ზუსტად? რა თქმა უნდა. ვინ ახლავს ბეტს? გიორგი. არ ვიცი ალბათ ზუსტი პასუხი, მაგრამ დაახლოებით ლაპლანდია მოიცავს ალბათ იმ ქვეყნებს, რომელზეც ახლა მე მაქვს სწორება. ეგვიპტე, ტუნისი. ტუნისი, მაროკო. გავზარდოთ რა, ფინალური ეტაპი არის და გავზარდოთ ეს რამდენია? 300. მოდი მე გავრისკავ და 400-ით გავსვთი. უკვე მეპაექრება. არა, ეს просто так. ან რო გავაგზავნო 400 შემოვიდა, ხო? დიახ. ხო სწორია. ყველამ გაასწორა. თუ ფინალია, მაშინ 1000 იყოს. ვაუ. მე ახლა ჩემ გადაძრდილზე ეს 500-ია? ხო და ანუ 600-ით უნდა გავასწორო, ხო? აი, ბარემ ყველა. ვაი, იყოთ, ყველა მიცოდით. ახსო. კეთილი, პირველი მინიშნება. მამა? საბაზისო ფიზიკაში ამდენი მატერიის სახე არსებობს. შეთქო. გიორგის პლა. ფიზიკაში ყოველთვის სუსტი ვიყავი და ქიმიაში კიდე და ბიოლოგიაშიც და მათემატიკა ვიცოდი კარგი. შეგახსენებ დატარებას შეგიძლიათ. ანუ გიორგის არანაირი ზარმისა ნიშნება. ჩემს არავის არ. ბიჭო, მე ეს გავატარებ ხო? იანგ. მე მგონია რომ ვაგრძელებ თამაშს, რა არის საჭირო? ძალიან სასიამოვნოა რომ ვაგზელებ თამაშს, ანუ ატარებს ხო? ხო, ვატარებ. მეც ვატარებ. კი ბატონო. იცი რამდენი მეორე მინიშნება. მატერიის სახეობა არსებობს, ნამდვილად არ მახსოვს. ბიჭო, ანტიმატერიის თეორიაზე ვიცი, პოლდირაკის თეორიაა და კაი, არ მატერია რამდენია ეგ არ ვიცი პროსტა. მეორე მინიშნება. აბა? ამდენი სიმი აქვს ბას გიტარას. ოკეი. გამოვშვით. დავაი. მაშინ მე ვზრდი. 100-ით. ასე რომ იცოდი. ანუ ვზრდი, მაშინ ანუ ბას გიტარას ვიცი რამდენი სიმიც აქვს. მარიო არის ბასისტი ჩვენთან ხამის შოუში და ასე რა ქვია, ვიცი. მე არა, ლიზა ჩუქნი ახალი გათხოვილია და ოჯახში რამე შეიძლება. ვახუმ დაგტოვა. მე წერენ და მუსიკოსი იანგი. ნუ მე უეჭველი ვიცი ხა რა თქმა უნდა. ანუ ეს წითელს რო შესულიყო არ ვიცი. 500-ია. 4 სიმი აქვს ხო ბასკიდარად? ალბათ. არ გეტყვით. მე ვიცი და ის ვიდეოი. არ გეტყვი? აი ვიცი. გასწორდება, კი? კეთილი. სწორი პასუხი არის 4. 4. ვისამდენი გაგვთ? შვედეთი, ნორვეგია, ვიცოდი. ფინეთი, არის. რუსეთი. ფინეთი უჭველი ვიცი. გიორგი რა შვები ხა პასუხი იცი და მალე? პასუხი იცი კი არ მიძერია. ხო, მაშინ მიდი. ეს თამაშია ჩემი სტილის ასეთი. მიდი, თქვი რა? 2000-ით ზრდი. 2000-ით ზრდი? გაზარდე კაცო. თქვენ? იმიტომ რომ სტოლი პასუხი მიწერია თქვენზე უფრო სწორი პასუხი შეიძლება. შევა ზუსტი არა, მაგრამ აი რამდენი ზუსტად გავზარდო? 2000. 2000. Let's go. ვაუ. მიდენიკა. შესაბამისად გავხსნათ კარტები. 3. 3 7
დასაწყისში გამოაცხადე სცენარისტიო და ანუ არ გითხოვს რის სცენარისტი რა. ანუ ამ გადაცემის სცენარისტი. აიმარჯო ნიკამ. საერთო. კარგი იყო. ნიკა შენ ეკითხოს პასუხი რო გითხრა 97 კილომეტრაძის არო დააუწყოს გამოკლეავდება შემდეგი რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი მისონია სიუჟეტი. მეორეზე ვარ ხო ჯერჯერობით კი. ყველაზე მულტინაციონალურ ქალაქში სად იყავით? სტამბული. კი. სადაც ყოფილა? როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე რა სიტყვას? მულტინაციონალურია. არა, ეს ხუმრობ. არა, მაგ სიტყვას ის თუ დავადოთ რა. ყველაზე მულტინაციონალურ ქალაქში, ანუ სადაც ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ არ მიყვარს მოგზაურობა ზოგადად. ორგან ვარ სულ ნამყოფი, ესპანეთი და იტალია, ბარსა, კატალონია და რომი. და რომა, ისე შემისწორეს რომია, იქ რომ ამბობდი იტალიელები მეუბნებოდნენ რომა, ანუ რომა ყოფილა სწორი რა. დაიგიდე ხო, ასლა არა, ხო, იტალიელებმა ერთმანეთი არ გავითვალისწინეთ. ხო და ალბათ რომი უფრო მულტინაციონალური იყო ბარსასთან შედარებით, იმიტომ რომ იქ ყველანაირი ადამიანი ვნახე კოლიზეუმთან, მათ შორის ალბათ. სხვაგან არ ვარ ნამყოფი მარსიმართლე. ვერასით. თბილისიც საკმაოდ მულტინაციონალური მართლა. კი ბატონო, უკვე კი, თან ყველაზე მეტად მეგოდი. თელიც რა, ყველა აქ. კეთილი. მეორე კითხვა. რომელ ქალაქში ცხოვრობს უფრო მეტი იტალიელი ვიდრე რომში? უფრო მეტი ირლანდიელი ვიდრე დუბლინში? და უფრო მეტი ებრაელი ვიდრე თელ-ავივში? დაასახელეთ ეს ქალაქი. უფრო მეტი იტალიელი ვიდრე რომში უფრო მეტი ირლანდიელი ვიდრე დუბლინში და უფრო მეტი ებრაელი ვიდრე თელ-ავივში. კი. ორი ქალაქია მეორე არ მახსენდება. ხო მან გვერდი არიან ხო, მაგრამ ანუ იმენა შორს არ ქალაქი უნდა მოწაფინე დავწერო. რა. ქალაქი. აი სენაკი. დავიგე ხა არ მინდა. სენაკი. მაგალითად. მაგალითად. არა, სენაკში ირლანდიელები არიან. სენაკი ზირთად ირლანდია. აი, არ ვიცი. ამბეთ და მე მგონი ეს არის. ვახო. დიახ. შეგვიძლია დავიწყოთ პირველი შენი სვლა. ხა ბატონო აზრი არ აქვს რა უბრალოდ გაიყოფა და შენ აყოფი ხარ თამათ ხო მანდარა. ლიზა. მათმა სტატისტიკა იცი. კი, მეც ვითამაშებ. მე დავწეკი. ეგეც რა ვანახეთ ხო გიორგი დაგტოვა. მეც რა. მივხვდი რა წაწერა იტალიელები არ და პირველი მინიშნება. დიახ ეს ქალაქი იყო ამერიკის პირველი დედაქალაქი. ვახო. აზრი აქვს რა აი აჰა გავაგზავნე ვაგზავნე. აი ესე გავაგზავნე. ვაგზავნე. მეორე მინიშნება. ფრენკ სინატრას ამ ქალაქზე სიმღერა აქვს. ჩემი საყვარელი სიმღერა ერთ-ერთი. კუჩა დავდივარ ეს. ბანკი გასწორებულია. ხო, ანუ სწორი პასუხი არის, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკი. ყველას ნიუ-იორკი გვეწევა არანაირად. და აი ჩვენს ბიჭო ნიუ-ჯერსი დამეწერა შეგვიძლია ვაჩვენო? შეგვიძლია. კი ხო არა, ანახე მე მეც დამემართა. შესაძლიწერია. ნიუ-ჯერსი დაწერე დუბაი. დუბაი, არა, მე ლონდონი დავწერე და შევწდი იტალიელებზე აღარ დავუკვირდი და ებრაელებზე და იმაზე. კი ბატონო, ბაი დუბაიში ებრაელებს ვერ ნახავთ არა, სამ ადამიანს. დუბაიში ხო, ებრაელები არა. დუბაიში ებრაელებს ვერ ნახავთ შემდეგი რაუნდი, გადავიდეთ. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 1000 შეჭრა. 1000-იანი არა, მეგობრებო. ლურჯი. არა, იყოს მე დავამუღამე. ეგე მოკიდაზე არიან ყველანი ავტობუსები თუ მგზავრობ ხო? ან ბოლოს როდის იმგზავრით? ვაიმე. დავი. ავტობუსი. აი ახალი 18 მეტრიან ავტობუსებზე რა აქვს? 3 დღის წინ მიგზავრე, იმიტომ რომ ძალიან დიდი საცობი იყო და თვალში დავიდი. მართლა დიდი ხანი. ბავშვო, ამ 1-4-5 წლის წინ აუ. კი ბატონო. რამდენი დასაჯდომი ადგილია 18 მეტრიან ავტობუსებში? 18 ყველაზე გრძელი რომელიც არის მაგაზე? 18 მეტრიან ავტობუსებში. 8 ხარ ავტობუსში აწერია კიდევაც რამდენი ადამიანი უნდა იყოს. კი, აწერია სკამი რამდენი არის და რამდენი შეიძლება დადგეს, რა თქმა უნდა. დასაჯდომი ადგილები ხო? დასაჯდომი. იან შენ როდის ხარ ბოლოს ავტობუსში? დღეს. სად მიდიოდ?
აქ მოვდიანი. დავწერე მე. აი 27 დაწერე შენ. 27? კი. 27 დაწერე გატყუებს. მოგატყუა ბიჭო. მას 27 ხოდა. აქ შევამოწმოთ. ზრდი ფსონს აგძელე ყოველ ვაგძელი. მეც ვაგრძელებ. ნიკა. ვაგზელებ. გიორგი. მე გავზრდი ფსონს, იმიტომ რომ ერთი რაღაც გამახსენდა. აბა. რა გამახსენდა? მაგას მოგახსენებთ შემდეგ რაუნდში. მოგახსენებთ, როდესაც ამოვატრიალებ და მოვიგებ ამას. ოღონდ მართლა. ოღონდ თუ არ ვწდები, მე მგონი სწორად მახსოვს რა. ერთი ადამიანმა რაღაცა მითხრა. მოკლედ მე გავზრდი, ეს რამდენია მინიმალური 1000. 1000 თავისად. აი ხა. ის არავის არ არის რა. მე ზუსტად მახსოვს და დამეხმარა ძღოლის ისე რა თქვა, ერთი მეომატე. გახსოვს ზუსტად? რაღაცაო? ზუსტად რაღაც მითხრეს. ანუ ძღოლი რო არ გეთქვათ, ნაკლებს დავწერდი. და ძღოლის მეომატე ერთი. აი, არავის არ ჯერა ეხა მაგის ტყილა. აი რა მოვატრიალე. ოკეი. პირველი მინიშნება. აბა? შოთა რუსთაველის გამზირის ამ ნომერთან არის წრიული გზაგასაყარი. მეღადავები ეს რა მინიშნება? გეოგრაფიული. ატარებს ლას? კი. მეც გავატარებ სულს, იმიტომ რომ ეს ზუსტად არ ვიცი რა. ნიკა. ხო არა გავატარ. ყველამ გაატარა, გიორგი შენს. მე ხო გავზარდე. ხო, გავზარდეთ უკვე რა. აჰა. 1000 გაიზარდა. მე მაღაზია მოხს მან რა არის. აუ მინიშნება. მინიშნება, მე ეხა არ უნდა ყოფილიყო. ვა, ბიჭო და მე არ გავატარე. ხო მინიშნება ხო. აუ, არ ვიცი რა იყოს. გიორგი? გავათანაბრე. მეორე მინიშნება. აბა? ეს რიცხვი უკუღმა რომ წავიკითხოთ, გავიგებთ ასეთ ხმას. შველი. მასაც ნომრო. მასა ეს რიცხვი უკუღმა რომ წავიკითხოთ, გავიგებთ ასეთ ხმას. 23. მასაც ნომრო. მასაჟი 20 ლარია. დავი, და შეინწყე. Young. რა? და შეინწყე. წავწექი. წეკი კეცი, თუ რატო დაწეკი? მე მალავაზას მიგიძერა. არაფერი. მიდავე. ანუ ატარებ? ატარი. ხო, მე გავზრდი. დიახ. იმიტომ რომ 43 ვთქვა. ანუ ჯერ ესეთი სარამში გაზრდი მე ვარ აქ. არა ვატარებ ხო? არანაირად არ ვატარებ მე. უყურე ამას. ეს არ გაგიტარებს რა. აბა? იმას 140. ესე. მასაც დობრო. მასაც დორმო თუ როგორ 43. 43 იყო, გეგი. 43-ია. მე მე არ მიწერია 43. მაგრამ 5000 შემოვა. მოდი ეს დროას განახი და. ეგ აი ამას განახი. ეგ საინტერესოა. კი, 5000 შემოვედი. აი მძღოლის ერთი მესაც განახი ერთმა გოგომით. ო 5000 შემოვედი და შეგიძლია რომ შენ შემოვედი. კი ბატონო. შენ არა, შემოვა არა. კი ბატონო, აზმაო. აი ხა რამდენი რამდენს ხუთი. ეს ხო? ხო. მაშინ ჩემი ხო? აი წათუ წავაგებ რა გავაგებ. სწორი პასუხი არის 53. კაი, მე გითხარით კიდევაც 43 არ მიწერია 45. ხო არ ხადაო. 13. კეთილი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ჩამეცო უნდა პიჯაკი მეც. ძალიან ვაგებ. 2000. პიჯაკშია თემა. აღარ 2000 მინიმუმ. წინა საახალწლოდ თუ ხსნით ხოლმე მე შამპანურს. რავი სახში ხან ნახან თუ არ ოцეთ ჯაღავში. ანუ ჩუმად ხსნით თუ ისე ხვით. ჩუმად რა უნდა გავხსნი? ხმარო აქ რა. აი ხა რა გი. ამარ მე მომსპო აღარც ახალი წელი მინდა. ჩუმად? დიდი? აღარ ვიცი. კეთილი, მოვისმინოთ. რამდენი კილომეტრი საათით გამოიტყორცნება შამპანურის ბოთლიდან შამპანურის საცოლი? 97 კმ/სთ სიჩქარე. ემან მეგობრებო მართლა ის რაღაცა. ანუ ამის გარეშე. რის გარეშე მოდის? არ გავაკეთებ. დარასელი ეწყებს. დარასელია იწყებს და გააქვს გოლი. აჰა სატარებ. ანუ ჩამოვედი დავატარ. წესით რა, მე უნდა დავიწყო ახლა ან თამაშს რომ უყურებ რა, უნდა დავიწყო მაღალფსონების გაზრდა რა, რომ ვიღაცებმა ნელ-ნელა დავტოვო. მაგრამ მე არ ვიცი. იმიტომ რომ მე აქამდე პატიოსნად მოვედი
და მე არ ვაპირებ, რომ ამ თამაშში რაღაცები შეიცვალო. სიბინძურეში მოიდა. დამბუძგლა, შემცვიდა და მაგითა თუ. მივხედავთ იმისა, რომ ზუსტად ვიცი ეს პასუხიც. გაატარებ შენც. გავატარებ კი და გიორგი. უსმენ გიორგის. ნახე, ანუ მართლა სუსტი პასუხი ნახე, ნამდვილად არ შენ ვიცი. გამოიწერეთ აუცილებლად. კი ბატონო. სუსტი პასუხი ნახდა და არ ვიცი, მაგრამ ნუ დაახლოებით ახლა თუ შეადარებ, ანუ რაღაც მანდარი, აი მანქანაზე რო დავხოთ აღების სიჩქარეს რო ეძახიან, ხო იცი, ანუ ეგრევე რო რაღაც აი ეგ სიჩქარე, მაგ სიჩქარეზე საუბარი პირველი ამ მოსწორცნა რა არის და დაახლოებით ვფიქრობ, რომ დაახლოებით ალბათ სწორად შეიძლება მეწეროს რა და ამიტომ გავზრდი 2000. ბატონო. რაღაცა ეგრე მგონია რა. ო, ვახომ დავწერე 50. ო, მე 100. 127. ბიჭო, არა 100 სადაც წერდით, просто 50-იც ბევრი არ უნდა მეწერა, რეკორდი არის მგონი 50 და ეგ დავწერე. არა, მართლა 100 დავწერე. მაშინ მე დაფულტ. ხო? კი. ძალიან ბევრია? კი. ბიჭო, მე მგონია რომ არა, მე მგონია რომ ექნება ამიტომ ისეთი. მე არ ვიცი და ანუ არ ვაგრძელებ თამ. მე გაძლე პირობას რომ 50-ზე მეტიც არა. მართლა? კი. და უბრალოდ ანუ ჩემი ფინანსური შესაძლებლობა. და მოდი რომ მე მაძლევს საშუალებას რომ ერთი მინიშნება მოვისმინო რა და თან კი, მოდი. რა ვიცი, ნება წაგადგეთ თქვენ. აბა, კეთილი, პირველი მინიშნება. ეს რიცხვი ორნიშნაა და ამ ორნიშნა რიცხვის ორივე ციფრი ერთმანეთზე რომ გაამრავლო მიიღებ 0-ს. ანუ ერთი 0-ია. 1-0 არის. ნაპილაგოზე. 10 შეიძლება იყოს და 90 შეიძლება. პაუზ. რადგან კიდევ ერთხელ მე დავწმუნდი რა, რომ მე მგონი ახლოს სწორთან ახლოს მიწერია რა. სწორთან ახლოს ჩავიარე. ამიტომ კიდე გავზრდი მე 2000. ეუჩი. კიდე კაი. დაწექი ვახო. აზრი აქვს თუ არ და ეხა თუ არ გამიმართლა წაგებული მოგიდა და გავრისკოგეც. ეს არის ხო 2000. ხიცალი. ხიცალი. რა არის რა მე 100 მიწერია რა, მართლა 100 მიწერია. არა, ძალიან ბევრი. ხარა 100 ჩემი აზრზე ძალიან ბევრია თუ გიწერე, მაგრამ არ მჯერა შენ. შეიძლება 90. ორნიშნა არ არის. არის. არ მჯერა ბიჭო, არა იტყუება. შეიძლება 90-ია. რაღაც ისე რო არის, ხო ან იცი? 80. ბანკირები რა პროცენტს რო გატყუებენ, ეგეც მანზია და ეგეც საფიცის რაღაც. არა. ხო, რაღაც წინა თამაშებს ეგრე იქ. მე მგონია რომ 97 მაინც დაწერილი გადავეს პოჩი წაღარად განსულ 97 კმ/სთ თქვი და 100. აი, სხვა ტიპი წინას ხარ. რა გაკეთე? ეხლა უკვე დამაჩერებლობა შემიძლია. ხო? აუ, რატო ვერ მოვიფიქრე? აუ 97 უნდა დამეწერე. შეიძლება რომ გადავაკეთო. რა თქმა უნდა. და 97 დავწერე. და რომ მოიგოს მაგ მიკა, და აბა 80. არა, არ ვიცი რა, არა. 100 მიწერია რა. ძალიან ბევრი მიწერია. მართლა წერია? ვაუ, არა ბიჭო რა 100. 100 ძალიან ბევრია. მეორე მინიშნება. 100 თითი წაგაწყვიტოს 100 რო თუ მოკ. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხო? ამდენ დღეში აღინიშნება 40. ხარდა. შანსია. და გიორგის 40 ვინმეს ასე ყველას დაშოროს მეთვა 40-ები, მაგრამ მენა იმენა რომ მუსიკი წერია, ან ხო 50 მიწერია და არ მჯერა რომ 40 უწერია. კი ბატონო, ბანკი მიდის გიორგისთან. კეთილი, ამ შამპანურ ნოტაზე გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. შამპანური ჩემი თემა ყოფილა. აუცილებელები სონია 3. რა ამბავია, კაცო რა. ძალიან ბევრია. რა უშავს გვაქვს. მე მაინტერესებს ძველი Nokia თუ გქონდათ? კი, კაცო. ნახსოვთ ხო? რა თქმა უნდა. ანდრიანი Nokia ცნობილი. ხონდა ხო, შემდეგ. აბა მე რომელი მქონდა შეიძლება ის როგორც რო ამოდიოდა. ეხა მინდა რომ იკითხო რამდენი თამაში იყო ჩაწერილი ძველ Nokia-ში. არა. აბა ძველ ღილაკებიან Nokia-ზე რამდენი დაჭერა არის საჭირო რომ აკრიფო ახალი წელი ინგლისურად? აი ხა. არა, დათქვა არ შეიძლება, დროში ხარ შეზღუდულები. ძველი Nokia. როგორ? ოკეი. აპროსტა ნიუია? ხო, იუია. რამდენი ხელის დაჭერა არის საჭირო? 10-მდე ვიტყვი და წერთ. 1 ზუთი. 1 2 3 4 რატო არ გვაცთით? 8 9 10 ერდა. ძალიან კარგი. მე მაგაი ორლინი არის რამდენია? 7000. თითებით გავიხსენებ მაგას. 200. ყველა жетო შემოდი ხარ? 1500 შემოვიდა. ჯერ კაი, მოდი შემოდი. არა, ნუ ისა გავატარებ, იმიტომ რომ გონია რომ დაახლოებით სწორად მიწერია, უბრალოდ
ეს ამას თამაშების შექმნა რაღაც იცოდა თემები მახსოვს ხო Java-ს თამაშებს ხო რაღაცა ხო JavaScript რაღაცები და რაღაც მგონია რომ რაღაცა შეიძლება უფრო სწორად ახსოვდეს ამიტომ მუღავს მივცემ თამაშს რა არ გავუშვებ კიდე მონაწილეს არა და მე უფრო სწორი პასუხი მეწერია და შევიდეს ოლის მე მგონი დავითვალე და ხო კაი მოიჭველი თან მე ანუ ვატარებ მაგრამ შემთხვევაში ანუ ახლოს ორინი არის შანსი არა ბიჭო რომ ეხა ეს ანუ ერთი თავაცია და შანსი არა რომ ზუსტად აგესვა ბიჭო ეხა და ერთი თავაცია 7500 მე დავსვი Young რამდენი უნდა ეხა დავხვა? მაგანა ხო მე აღარ თამაშობ ერთი შავი, ორი ლურჯი და ერთი თავაცია აი ეს არის ორი ერთი პასუხი წითელი. ხო და ნახე კიდე ერთხელ დამაფასე აი ხარ ამას ეწერას ორი პასუხი ხო თქვი ერთი თავაცია თქო ბიჭო დავითვალე ლიზა მე არ აქტორო ეხა იმედი იმათ არ უწერია მე ვფიქრობ რომ სწორი პასუხი მიწერია და იანგი და ვახო შევიდნენ ოლინებს არა არა მეც და 15000 აქ იყო და 15000 კიდევ იქ არის 30000 ვახოსთვის შემიძლია საკმარისი იქნება თუ სწორად უწერია როგორც ამბობს რა მაგრამ მე მგონია რომ მე უფრო სწორად მიწერია რა იმიტომ რომ კარგად დავთვალე შემიძლია უპასუხო რამდენი წერია გადავდებ რამდენი წერია გადავდებ რას ნიშნავს გადავდებ შემდეგ წვები რა 15 მეწ მარტო მე და შემოდი ხო მინიშნება გითხარი და ხო ანუ რადგან ოლის არის შემოსული ხო მე უბრალოდ მაინტერესებს რა იყო პასუხი 25 უფარ 14 ხო კაი არა კაცი პირდაპირ სწორი პასუხი 14 სწორი პასუხი არის 14 გადაო ხო თქვი ბიჭო ერთი თავაცია მე კიდე ამას ეწერა 14 მე ხო თქვი კაცო სწორი პასუხი წერია მაგრამ უბრალოდ თამაში ხო არის ეს ხო შეიძლება იხებდა გავეთ 18 მეწერა ერთ-ერთი მინიშნება უნდა წაიკითხოთ ვენდიში ახალ დამატებული გუგას ბურგერი ღირს ამდენი ლარი და ამდენი თეთრი 14 კი ბატონო ხო და ძალიან ესიმოვნება გიორგის ეს მინიშნება მარველის ფილმში შურის მაძიებლები უსასრულო ომი დოქტორ სტრენჯმა ალტერნატიული მომავლის ხილვის დროს ამდენი მილიონის შესაძლო ანუ ვარიანტი 14 მილიონი 605 ბიჭო სააღო კეთილი გადავიდეთ შემდეგ იმენს რაუნდში უბრალოდ დავასვა 14 ჩემი თან ამან რო თქვა ერთით ნაკლებიაო და ესე იგი ხო დათვლი არ და დავითვალე უცებ დავითვალე ვერ მოასწარე დროს ჩავედი მე სათვორჩის დათვლა 9-ზე და მე просто დავწერ ანუ ეგ იყო რეალურად ამბავი გადავიდეთ შემდეგ რაუნდში ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 შეტყობა მე თუ არ მაქვს რა უნდა ხარ ყველა жетონს შემოდის მე რომელ ფილმთან ასოცირდება თქვენთვის სახელი წელი აუ ყველა ალბათ ყველაზე მეტად ხო მარტო სახლში მარტო მარტო სახლში. სახში ნუ ბევრია მაგრამ მე ძალიან ბევრი გაფრთხილდა კი სამივე სერია მაქვს ძალიან ბევრჯერ ნანა სამი არ არის ძმა ხო სამი არის. არ არის სამ მეტი არის უბრალოდ 14 მე არ ვაღიარე არ არის ანუ 4 და თან ის სწორი პასუხი თან და ხო ხო რომელ ქალაქში მდებარეობს კევინის სახლი ვაიმე ერთი ერთი ზოგი მეგრე მე ვიცი შენზე გაგეცინა რა იცი არა გეტყვი ეგ არის დავჭერთ ვახო შენი სვლა მიდი ვატარებ იანგი მე ოლის ვატარებ. არის ლიზა ნიკა გავატარებ თუ შეიძლება რა აუ სულ მოვიწყდებათ მოდი შენ დასვა მივა მეც გავატარებ რა კეთილი პირველი მინიშნება ეს არ არის ნიუ-იორკი აი რა გითხარი რა მითხარი ოჰოჰო მეორე სერია იცი რა ქვია ლიზა კარტოა რა ქვია მა დაკარგული ნიუ-იორკში გამარჯობა ნიკა მე ხო არა დავწვევი მეც იმიტომ რომ მე არ მახსოვს მე ვითამაშებდი ამ პასუხით არა შევიდა აი ოლინს შევიდა ოლის შევიდა ეს ძალიან აგრესიულ თამაშზე გადავიდა და მე ხა როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ძალიან მობიერი ვიყავი და ეხა მაშინ გადავა მეც უკვე თამაში ახლა დავწევი ფეროში კი ბატონო თამაში რჩებიან იანგ მაიკი და ნანო მორჩი თამაშდი მეორე მინიშნება მაიკლ ჯორდანი ზუსტად ამ ქალაქის გუნდში თამაშობდა და მე რა სწორი პასუხია ჩიკაგო მე ნიუ-ჯერზი მიწერია ამანა მაინც შეძებეთი ფული ავიღე რანაირად იმეაირად რომ მე ჩიკაგო გაიმარჯვა იანგ მაიკ მე ნიუ-ჯერზი მიწერია შეძებეთი ფული შემდეგი რაუნდი ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 10000 შეტყობა სიჟეტო მაქვს მაგდენი არა მგონი მე არც მოხდა
შესაბამისად ყველა შეტყვა შემოგიხადა. ეს რა ძალადობა ყველას შემოდიხარ. აი საკეითოს და არა. არა აქვს შენ გაქვს. მაქვს. თუნდე შემოდია რა. არა, არ მინდა მან. რაც არის საჭირო იმის. ორი შავი. ორი შედიხარ შო. მეგობრებო, თქვენ თუ იცით, 6,000. ზოგ ქვეყანაში დაბოყინება ნოუჩნება ძდელობის ფორმატ კი ბატონო გერმანია. ბულგარეთი დაბოყინებაზე. ბულგარეთი გიგონო რომ დავაბოყინებდით? ნახე ეს წუთში დაბოყინების რეკორდი რამდენიაო 2023 წელს დამყარდა მსოფლიო რეკორდი. ყველაზე ხმამაღალი ქალის ბოყინი. რამდენი დეციბელის იყო ქალის ბოყინი? დეციბელი შეგახსენებთ ანუ ხმის სიმაღლე. ის ხმის საზომი ერთეული. ყველაზე ხმამაღალი ქალის? თუ ქალის? თუ ქალის ყველაზე ხმამაღალი ბოყინი. მე მგონია იქნებოდა ბოყინი სად არის ეს გერმანია არტივ პასუხი, მაგრამ რა ვიცი ახლა მე. შეგიძლიათ დეციბელი, ანუ რამდენი გერმანია შეიძლება? უბრალოდ. ვაფშე დეციბელებში როგორ გერმანია 3 ხო, დეციბელი. მეც არ ვიცი როგორი ზომება. ანუ მიდეში ყველა მუსიკოსებო როგორ არიცით? აი მაგალითად ეს მაღალი დეციბელი. ბავშვი მე ანუ არაფერს არ გაძლევს. მე გეუბნები, 73. გაეცინება არ ვიცი. კაც 100-ზე მეტი თავსით მე და ეს რა შეგვიძლია დავიწყოთ? ახო იწყებს. ვავი რა როგორ შემოვიდე ფულს რა ვიცი თუ ჟანგ მაიკ. შემოხოთ რა ყველა შეტყვა. არა. მე კი. არ არის საჭირო. ოპა, ლიზა არსებობს ესეთი კანონი. აბა. ხმაურით რო შეგიძლია ან რო აწუხებ ნუ ეს თორემ ადამიანს. მაყუჩების კანონზე გაქვს საუბარი. არა, ავტომობილებზე არ გულისხმობ რა. კორპუსებში რა. კი ბატონო. და რამდენი ბელია იტო ხო, რამდენი ბელია ვიცი. რამდენი რამდენს არ უნდა აღემატებოდეს. რა მაინტერესებს და რამდენს ხო, არა. მე ვიცი ეგ რა და არაფერი არ არის თამაშია და უკვე შეიგონოს კაკუტა გავაციცოდი შე ხო. და ანუ ეგ ვიცი. ძალიან ხმაურიანი ბოყინი შეგიძლია შეაწუხო მეზობელი. და გვერდემშლები შესაბამისად ვფიქრობ რომ ახლოს ვარ პასუხთან. გქონია ეგეთ შენ ხო? თუ ახლოს ხარ პასუხთან დააბოყინე. ხო, გავატარებ რა სხვა. მეგობრო, თუ იცი სწორი პასუხი დააბოყრიეთ კომენტარებში. მაგაზე მიდი არის ხო, აუ რამდენი ბოყინე. on YouTube-ზე არის ატარებს ლას. კი. ხო, არა, არ ვზდი კაცო რა. არც მე კაცო პირველი მინიშნება. ვა. ეს უფრო ხმაურიანია ვიდრე გაზონის საკრეჭის ხმა. კაიჩი. ან ხელის მის საშრობის ხმა. აი რა ის საშრობისო? ხელის საშრობი. კაი, რას ხო? მაშინ გეუნებით, არა ვახო. ეს ამბევრი. არა არ მინდა რომ უბრალოდ ესეც მინდა რომ ერთ თამაში კიდე ითამაშოს და მაგ პონჩი არ ვქნით. არაფერი არა ამას გავიწევა. მიდი შენ ჯიფრზე შემოდი ყველა. შემდეგ ხელს თამაში. რამდენი გა? ნიკა შენს გაადარე. შენ ხეთს უწვირი თამაშებს. შემდეგ თამაშებს. კაი, მე გავზრდი. მე მგონია რომ ეს იმდენი ხანი მეძახდა რომ არასწორია, ეხა ისეთი მინიშნება თქვი რომ მე მგონი რომ მე სწორი. ანუ მინიმუმ 10000-ია? რა ამბობ. ბელი კი არა, დეციბელი. ბელი. გიორგი რა გინდა მე დაწექი კაცო არ გამომყვე. მე ხო წეღარ გაჩუქე ისენი რა უკვე სწორ პასუხზე. მარა ეხა ის დაქოლოს აჰა იყოს აი მე რა უნდა ვქნა? ყველაფერი გინდა თამაში, მაშინ უნდა შემოხვიდე ყველა ჟეტონს. თუ არა და ეხლა რამდენი შემოვალ, ჰა. ვაი მე. ხო, მე კანონი ვიცი უბრალოდ რა, ანუ აი ესე იგი შენ მე მგონი ვერ მოიგებ რა ძალიან ბევრია ბიჭო ხო, მაგრამ მე მგონი უფრო ახლოს ვიქნები. მეორე მინიშნება. ვიცი, დაზიან. მეორე მინიშნება. ამ რიცხვზე ოდნავ მცირე რაოდენობის იყვნენ დალმატინელები ანიმაციურ ფილმში. აჰა გითხრა ძალიან ბევრი 101 დალმატინელი იყო და ოდნავ ქვემოთ ესე იგი სადღაც აზრია რა აღარ შესაბამისად გაზდით თუ არა? არა, რას გავზრდი. სწორად მეწერა შენ ვერ გაზრდა გავხსნათ კარტები. 14 იმე 17 მიწერია მე 347. მე მოვიქე 107. ლიზა მოიგო შენ მაგ რა ხადაო? 19 სწორი პასუხი არის 106.7. თან ხვაპირებდი გეგასკებიცები კაში რაღაცას ვაპირებდა. პროსტა ვაგებ რა. შვიდერი კოდატორ კეთილი ძალიან. გაიმარჯვა ლიზამ, თუმცა მაგვებო არ წავაგე. კეთილი Young Mike-მა დაგტოვა. დავაცილოთ Young Mike-ი. აბა თქვენ იცით წარმატებები. წარმატებები
გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20,000 შეტანი. ხო, შემოვიდეთ. 20,000. ნაჩუქარია ნიასია. 20,000 არც მაქვს. მე არა ყველაში თუს უნდა შემოხვიდე. ხო, მე მგონი, ხო, არა. 8500 მაქვს მე. ანუ კი ბატონო. შესაბამისად ეგ ცალკე იზას უნდა. აქვს 9400. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. საახალწლო სუფრაზე ხათამი უფრო მოგწონთ თუ ინდაური? საცი. საახალწლო სუფრა ზოგადად უფრო ინდაური უხდება. მაგრამ ისე მე ხათამი უფრო მიყვარს. ხათმის ხორცი ვიდრე ინდაურის ხორცი, თუმცა ინდაურის ხორცი კიდევ უფრო ის არის დიეტური და სასარგებლო ორგანიზმისთვის. მაგრამ საცივი მაგარია. და მაგარია, ხო. ახლა სანამ ითვლი შენს ფულს, შენს მიპასუხე. 9 10 1 2 არა, ხათამი თუ ინდაური? ამდენი შევიდე ეს ხათამი თუ ინდაური? ინდაური არ გიჭამია ცხოვრებაში. პირველი რომელი გაჩნდა? ინდაური არ გიჭამია ცხოვრებაში არასდროს. ინდაური არ გიჭამია? საშერს მეც არ. ძალიან გემრიელი არის, სხვათა შენ მიყვარ ფული არა პროსტა ინდაურის. რა აგე ფულის მოდია გაგები 70000 ისე მაგ წავო მაგ ყველაფერი მაგით არ მიჭამია ინდაური ამის ტიპა. ამ ხიერ ნოტაზე გადავიდეთ კითხვაზე. 1940 წელს კი ბატონო, ქათამმა სახელად მაიკმა მახსოვს? იეს ვიცი. რამდენი დღე იცოცხლა თამოჭილმა? ერთამი. წარუმატებელი თავის მოკვეთის რამდენი დღე იცოცხლა? ცხოვრება გააგზელა. ანუ თავი მოკვეთეს, ვიცი კაცო. მაგრამ გინდა გითხარად მოკვდა? მაინც არ დანებდა. ფინიქსში მოკვდა. რამდენი თვე იცხოვრა თავის გარეშე მაიკმა? ვიცი. იანგმა არა. ოღონდ თავის გარეშე კი არის ცხოვრა. არასწორად წაათალეს იდეაში ჭამდა რა საყლაპავი იქნა დარჩენილი. ვიცი ზუსტად. და ინდაურს ხო? რამდენი თვე იცოცხლა? კარგი ქათამს კლავდნენ, თავი არასწორად წაათალეს. და რამდენი თვე იცოცხლა? და იცოცხლა ძალიან დიდი ხანი, რომ საყლაპავი იქნა დარჩენილი. ვერ ხედავდა ვერაფერს. ოფ. იცი ზუსტად? კი კაცო. თქვენ დაწერეთ? კარგი, მინიშნება გითხარი მაშინ რა. შეგვიძლია ხო? ამ არაფერი არ უნდა რა გავუკეთო. პირველი მინიშნება. აი მინაზია. ჯეიმს ჯოისის ulysses ზუსტად ამდენ ეპიზოდად არის დაყოფილი. აუ, ქარტყმაშია რო არ. ულისე ელისეს თემა. აიაზია რო არ. მაგრამ აიცოვი გეტყვი. რომკოდეს ფული ხო შევიდია ეს მინისტრი. ჯეიმსის ეპიზოდად? დუბლინელები მაქვს. მეორე მინიშნება. დუბლინელები მედია, აბა. მაქვს. ერთ რაუნდში ზუსტად ამდენი ფოსო უნდა აიღოს გოლფის მოთამაშე. ტაიგერ აუ, ვუდსი. გადაო. სწორი პასუხი არის 18. აუ არა არა. უარ გადა. 7 მეწერა მე. მე რა გითხარ? ხარ მოუკვდრე. 18. გიორგიმ დაგვტოვა. შეგვიძლია გავაცილოთ გიორგი. დიდი მადლობა. და შემოდამიკრათ. პირველი. წარმატებებს გისურვებ ყველას. ალი მიდაგთხოვთ. აი ეს წყალი დამჭა და დაკითხა. კეთილი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 30. ზიანი შენა. შესაბამისად ყველა ჟეტონში შემოვედი. სამივე მოთამაშე. ბატონო. ხო, შემდეგ კითხვა იქნება შეიძლება იცი, შეიძლება არა. ყველა გეტ კითხვა იყო, არა? შენ გიყურებს რაღაც ზანის, ესე იგი. მიდი აბა. თუ იცით, ვინ არის ახლა ნამიბიის პრეზიდენტი? ისი? ნამიბიის. აზია. კეთილი. ბურუკნამა. შეიძლება არ ვიცი გაფრთხილებ. 2025 წელს ნამიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა სახელად ადოლფ ჰიტლერი. ხო. რამდენი წლის იყო ადოლფ ჰიტლერი, როდესაც გახდა ნამიბიის პრეზიდენტი? აუ შუა სახელიც აქვს მაგას. ნახე. უნანა. არა, რაღაც მახსოვს გამახსენდა. მე მგონი ეგ არის. ბოდიში წელს რამდენისაა, გაინტერესებს? ხო, რამდენი წლის? როდის გახდა პრეზიდენტი? 2025 წელს. გაბუნია მეკანა. რა ვიცი გაბუნია, მე გეტყვი ბაბუა აი, ჩემი. თქვენი ვარიანტები თქვი. მე მაქვს ჩემი ვარიანტი. ოღონდ რო დაწერე მე მერე ვიტყვი. თუ არსებობდა საერთოდ. რო დაწერე კი არა, ნახე ესა თეზე. აი რო დაწერე. ზუსტ გეტყვი მაქსიმუმ ერთი იქნება ცდომილება. აჰა. იმიტომ რომ მახსოვს. რაცა და მე მგონი და ვიცი. მე საერთოდ ნამიბია თუ არსებობდა არ ვიცოდი. ნამიბია რაგბიში შევხვდით დაზე არ გახსოვს კი, სოფიას. კი, აი მაკედან. ხო და ცოტა დამაბნია კიდე ხომ და სანამ დავით წავიკითხავ რა ორ ინტერესს. მინიშნებას და შემოვიდეთ სწორ პასუხს. აუ ერთი იმას ვიტყვი რა, რომ ანუ მე წავედი რომ ან ძალიან მოხუცია ხო, ან მე
ხო და მეც ახალგაზრდა მეგონა. ბიჭო, ყურე ახალგაზრდა არ არის. უბრალოდ არის 55-დან 68-მდე. და აი მე ფოტო არ მინახავს და წავედი რომ ახალგაზრდა ტიპია ძალიან და მაგის კითხულობ მინიშნებებს და სწორ პასუხს. მიდი. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის ამ წუთზე ჰარი პოტერს მისი მეგობრები ულოცავენ, რადგან მან ოქროს ნიჩი დაიჭირა. აი საერთოდ არაფრის მომხდარა ჩემთვის. ხო. ანუ 60-ზე ცოტაა. ეგ გასაგებია. მე მაქვს ესეთი მინიშნება კიდევ. კი, აი ამ QR კოდს თუ დაასკანერებთ. Yes! მიიღებთ ამ რიცხვს. შეგიძლიათ შენი დაასკანეროთ. ტაქტიკა მაქვს ხა რო იცოდე გაბ. გადაობ თუ სერიოზულად ამბობ. არა, სერიოზულად ამბობ. სწორი პასუხი არის 59. ხადაო, ვაუ! ბიჭო, 2 წლის უნდა იყოს მინიმუმ რომ პრეზიდენტი გახდეს. იქ ხო არ ვიცი როგორ არის. იქაც ეგრე. ბიჭო, ნახე ამ კაცის ფოტო და 55-დან 68-მდე თქო და ბოდიში რასიზმში არ ჩამეთვალე ხალხო, მაგრამ ვერ ხვდები შავკანიანზე ასაკს რა ეს. არ სულა არ გამიგოთ მართლა რა. და მაგით 59 დავწერე შუა ასაკი. შესაბამისად შეგვიძლია მიულოცოთ ვახოს. მე დაიგავიხარ. სუპერ. დაწეკი იქ 200 ლარი თქვენ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ისევ. ოპა! ულოცავთ ვახოს სუპერფინალში. გამარჯვებას. ძალიან კარგი თამაში იყო დამეთანხმებით ალბათ. მაინტერესებს როგორ გაატარეთ ეს საათ ნახევარი თუ რამდენიც ვიყავით. როგორი შეგრძნებები დაგიტოვათ დღევანდელმა სუპერფინალმა. ახლა შეგვიძლია როგორ? ფანტასტიკური. ფანტასტიკური. მე ძალიან მიხარია რომ მოვხდით ფინალში. ძალიან დიდი მადლობა. სხვათაშორის კარგი comeback-ი ქონდა შენ. კი, ძალიან მომეწონა. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ასევე რომ ფინალში გადავედი. მე ხა იქ ჩემი დამსახურება რომ გადავედი. ძალიან გამიხადო რომ თქვენთან ერთად მომწია თამაში. თან მარტო ქალბატონი ვიყავი ხა თამაში თორემ მომდა შენ საკხარ ჩვენთან თავარი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მეგობრებო გამოიწერეთ YouTube-ი აუცილებლად. აჰა, მე თუ არ მიჯერებთ. გამოიწერეთ. ბევრს მოიგებთ, არ წააგებთ არაფერს. ნიკა შენ რა სიტყვი? აუ ძალიან კაი თამაში იყო მართლა. ძალიან გამიხარდა რომ ახლა მოიგო რა. მეც ხო. ჩვენი პირველი სეზონის სუპერფინალის შესაბამისად გამარჯვებული გახდა ვახო ბოლოთაშვილი, შესაბამისად მას გადაეცემა 2000 ლარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის. კარგი თამაში გამოგვივიდა. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, წარმატებებს გისურვებთ ასევე. თქვენ კიდევ რა თქმა უნდა გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ, დაგველაიქეთ, გვიყურეთ და რა ვიცი, შევხვდებით სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ.